გრძელი და მკაცრი ზამთრებიდან დაწყებული მონღოლთა შემოსევებით დამთავრებული მოსკოველი გლეხების ცხოვრება რთული და მძიმე იყო. თუმცა არსებობდა ერთი კულტურა, რომელიც მათ გადარჩენას უზრუნველყოფდა. ჭვავი. სერია 26. მოსკოველი გლეხები ყველაზე მეტად მარცვლოვანებზე იყვნენ დამოკიდებულნი. ეს მათი ძირითადი საკვები იყო. მოსავლის მიღების შემდეგ მარცვალი უნდა გამოყოფილიყო ნამტვრევებისა და ჩალისგან. ამისთვის გამოიყენებოდა ხელსახმელი იარაღი, ეგრეთ წოდებული ჯოხისებრი გართქმა, რომელსაც ფლეილი ეწოდებოდა. თუმცა ეს იარაღი სხვა მიზნებისთვისაც გამოდგებოდა. როცა დიდი მთავარი გლეხებს იწვევდა ჯარში, ისინი შეიარაღდებოდნენ საკუთარი შრომის იარაღებით, ნიჩბებით, ჩანგლებით და სწორედ ამ ფლაილებით. ის დამუშავება იმ ქვეყანაში, სადაც წელიწადის ნახევარი თოვლით იყო დაფარული, წარმოუდგენლად რთული იყო. მაგრამ ჭვავი განსაკუთრებულად გამძლე კულტურად ითვლებოდა, რომელიც შესანიშნავად ერგებოდა მოსკოვის მკაცრ კლიმატს. ჭვავი საოცრად ამტანია, თუ მას შემოდგომით დათესავთ, ის იზრდება ზამთრის განმავლობაში თოვლის საფარზეც კი. რუსეთი ცნობილია გრძელი და ყინვიანი ზამთრებით, მაგრამ ასე ზაფხულობით იქ ძალიან ცხელა და მშრალი ჰავაა. სწორედ ამ პირობებში ჭვავი განსაკუთრებულად ხარობს, ამიტომაც უმეტესობა მოსკოველი გლეხებისა ამ კულტურას მიჰყვება. თუმცა მათ მოსავლის მთელი ნაწილი არ რჩებოდათ. საუკეთესო მარცვლები დიდ მთავრისთვის უნდა გადაეცათ გადასახადის სახით, დანარჩენი ნაწილით კი პური გაეხმოთ ან ალაო დაემზადებინათ სპეციალური სასმელი, რომელსაც კვასი ეწოდებოდა. კვასი მარტივი იაფი და სასარგებლო სასმელი იყო. აუმჯობესებდა დაღლილი გუნთების აღდგენას და ორგანიზმიდან ინფექციების გამოდევნასაც კი უწყობდა ხელს. სერიალს წარმოგიდგენთ ისტორიის პლატფორმა. მოსკოველი ჯარისკაცები ყოველდღიურ რაციონში სწორედ ამ სასმელს სვავდნენ. მისი დამზადება მარტივია. ჯერ ადუღებულ წყალს ემატება დაფქვილი ალაოიანი ჭვავი, შემდეგ როცა გაცივდება ემატება საფუარის ნარევი და იწყება დუღილის პროცესი, რომელიც წყალში არსებულ მავნე ბაქტერიებს კლავს. და აი როგორც იქნა 3 დღის შემდეგ ჩვენი კვასი უკვე სრულად დუღილს ასრულებს, სასმელი ბუშტებით ივსება, იძენს მსუბუქ არომატს და ძალიან ცოცხალ გემოს. ჯანმრთელობას გაუმარჯოს. ეს სასმელი ფაქტობრივად პრობიოტიკია, მდიდარია B ვიტამინებითა და რძემჟავით, რაც შრომის შემდეგ სხეულის აღდგენას უწყობს ხელს. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთგვარი სპორტული სასმელი შუა საუკუნეების რუსეთში. როდესაც ჭვავი ასე ადვილად იზრდება, მარტივია გაიაზრო, რატომ გახდა ის. შეიძლება ითქვას გლეხობის გადამრჩენელი. ჭვავის გამძლეობა და მრავალმხრივი გამოყენება მოსკოველებისთვის ნამდვილი გადარჩენის წყარო გახდა, როგორც შრომაში დაკავებული გლეხებისთვის, ისე ომში ყოფი ჯარისკაცებისთვის.